სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. დღეს მიცვალებულთა ახსენების დღეა. ადამიანი, რომელიც მორწმუნეა, სხვანაირად იაზრებს ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაშია და მათ შორის გარდაცვალებასაც თავისთავად ცხადია, ყველაფერს მარადილ პერსპექტივაში ხედავს და ღმერთთან კავშირში. ქრისტიანი ყოველთვის ცდილობს, რომ ღვთის საქმე აღასრულოს. და ერთ-ერთი საქმე, თავარი, რაშიც გამოიხატება ღვთის საქმის აღსრულება, ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ ღვთის ნების აღსრულებას ჩვენი შეგნები გაცნობიერებულად ვცდილობთ ღვთის ნება აღვასრულოთ. ერთ-ერთი ის, რაც არის ღვთის განგებულება, რომელიც ჩვენმა ცოდვით დაცემა მოიტანა, ეს არის ჩვენი გარდაცვალება, როდესაც სულით წარდგებით ღვთის წინაშე, ხორცი მიწას შეერევა და ესეც საღვთო საქმეა. ღვთის განგებულება ასეთი. და როცა ადამიანი ამას გაცნობიერებულად შეხედავს, ფაქტობრივად შეიძლება და პრინციპში ალბათ ყოველი ადამიანი, როცა უახლოვდება ეს წუთები და ეს წამები, მეტნაკლებად აცნობიერებს ამას. მის გულში კიდე როგორი ღვთის მაძიებლობა იწყება, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის და იმ ადამიანმა, რომელიც მიდის და ასე შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი აღასრულებს თავის უკანასკნელ საქმეს ღვთის განგებულების თვალსაზრისით და თუ ამას გაცნობიერებულად აკეთებს, ეს უკვე სიკეთეა. ერთი რამე უდავოა, რომ ჩვენი ახლობლები, რომლებიც წასულები არიან, არ გვაძლევენ ნორმალურ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვიყვარან ისინი, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავივიწყოთ გარდაცვალება. აი საკუთარი გარდაცვალება. ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ ადამიანი მუდამ მივიწყებს ღირებულებით საკითხებს, რომ არის ღმერთი, რომ შენ ღვთის ხატი და მსგავსი ხარ, რომ პასუხისმგებელი ხარ შენი თავისუფლების და მოაზროვნების გამო ცოცხალი ღმერთის წინაშე და აუცილებლად წარსდგები მის წინაშე. ასევე ვივიწყებთ იმას, რომ აუცილებლად გარდავიცვლებით, აქცენტები გავაკეთოთ მარადილუზე და არა დროებიძე, რომელიც გარდაცვალებისთანავე წაგვერთმევა. ამას ჩვენ მუდამ ვივიწყებთ და როდესაც ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები გვახსენებენ ჩვენსავე გარდაცვალებას, ეს არის სიკეთე მათი მხრიდან და ჩვენთვისაც თავისთავად ცხადია სიკეთეა, თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ მათ ამ შეხსენებას ჩვენს მიმართ. საერთოდ გარდაცვალება იმ წამსვე წეღანაც თქვი გვაყენებს იმ რეალობის წინაშე, რომ არსებობს მარადიული ღირებულებები და ფასეულობები და არსებობს დროებითი. დროებითი არის ის, რომელსაც მარადიული ღირებულება არ აქვს და ფაქტობრივად არც არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება იმდენად მივანიჭოთ გარკვეულ დროებით ღირებულებას რაიმე ფასი, თუ ის მე მოტივაციას მაძლევს, რომ მარადილზე ვიფიქრო. ესეც მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, მაგრამ თუ მარადილუსგან მოვწყვიტავ, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ მას არაფრის ფასი აღარ აქვს და ეს თითქოს ბანალური ჭეშმარიტებაა, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ეს ბანალური ჭეშმარიტება ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ხშირად არ მოქმედებს და არ მუშაობს. და ისევ მივადექით იმას, რასაც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. ეს არის ღვთის ნების საწინააღმდეგო ცხოვრების წესი. ანუ ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, აი დავით მეფსალმონეც ამბობს არაერთ ადგილას, რომ როგორი მნიშვნელოვანია ღვთის ნების გამოძიება. ანუ ღვთის ნება, ღმერთს აქვს ნება. და ეს ნება არის ერთადერთი კეთილი ნება, იმიტომ რომ სხვა ყოფიერება და სხვა სიცოცხლე, როგორც ხშირად გითხავს, თუ არა ღმერთი არ არსებობს. შესაბამისად, თუ ჩემი ნებელობა, რომელიც დაცემული ბუნების ენერგიაა და მე ღმერთს დაცემული დაზიანებული ბუნება მაქვს, ხო და ხან ცხოველს გავარ და ხან ეშმაკს, თუ ჩემი ნება თანხმედრაში არ მოვიდა მის უწმინდეს ნებასთან, მე ვწყდები სიცოცხლეს, რომელიც ერთადერთია. ანუ ღმერთი. მე ვწყდები მარადისობას, რომელიც ერთადერთია. მე ვწყდები სიყვარულს, რომელიც ერთადერთია და ასე შემდეგ. ღვთის ნებას მოწყვეტილი თუ არის ადამიანი, ყველაფერი, რასაც ის არ უნდა აკეთებდეს, როგორი კეთილშობილიც არ უნდა ჩადეს მისი ქცევა, ყველაფერი არის წარმავალი. და მარადიული ღირებულების მხოლოდ ის არის, რაც ღვთის ნებასთან თანხმედრაშია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ ამ სამყაროში და გვახსოვს ჩვენი გარდაცვალება, ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ მხოლოდ მარადილზე ვიფიქროთ და შესაბამისად ამ ქვეყნიურზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის კავშირში შეიძლება იყოს მარადილთან და შესაბამისად გამოვიძიოთ ღვთის ნება
რომლის უშრეტი წყარო არის წმინდა წერილი და აი დღესაც წმინდა წერილის დავეწაფებით შეიძლება ასე ითქვას, რამდენიმე მოხს წავიკითხავთ და ვფიქრობ კიდევ ერთხელ მოგცემს შესაძლებლობას დღევანდელი საკითხავიც, რომ გავასწოროთ ჩვენი ცხოვრება მარადეულ ფასეულობაზე. იონეს სახარება ეს მეხუთე თავი, ესეთ რამეს გვეუბნება უფალი, ამინ, ორჯერ რატო იმეორებს, ეს ერთგვარი დამოწმების ფორმაა, რომ აი აქაც ადამიანის ყურადღება სრულად მიიპყროს. ამინ ნიშნავს ჭეშმარიტად, ანუ ნამდვილად, ანუ მე გეუბნებით ობიექტურ არსებულ სინამდვილეს გეუბნები. და ადამიანი შეიძლება კიდევ ვერ მოვიდეს ასზე და სინამდვილეს გეუბნები, მეორედ გიმეორებს, სინამდვილეს გეუბნები, რომ ბოლო მოხდეს ჩვენი ყურადღების მობილიზება, მთლიანად რას გვეუბნება. ამიტომ არის ეს ორჯერ. რას გვეუბნება, რაზე უნდა მოხდეს მობილიზება და გვეუბნება, გეტყვით თქვენ რამე თუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს. აი ეს სიტყვანი ჩემნი ისმინეს, ხო ხვდებით? როგორი მნიშვნელოვანია, აი ღვთის სიტყვის ისმინეს, ღვთის სიტყვის მოსმენა, ღვთის სიტყვის გაგება, მუდამ ძიება, ღვთის სიტყვის გაგება არ არის ადვილი, შეიძლება სახარებას კითხულობდე და არ გესმოდეს ღვთის სიტყვა. ხო, ეს ხო გამოგვიცდია, ჩვენ კითხულობ და არ გესმის. თვითონ ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენ ვიზარებთ სახარების კითხვას, ამის ნიშანია პირდაპირ, რომ იმიტომ ვიზარებ, რომ აი გუში რო წავიკითხე და გუშინ წინ ვერაფერი ვერ გავიგე რა. ანუ აი რაღაცა როგორ შეიძლება ვიგებდე galaktikების შემოქმედის სიტყვას ვიგებდე და მე მის კითხვა დამეზაროს. ხო ხვდებით, რომ აქ ანუ ვერ ვიგებ. და აი აქ როცა გვეუბნება, რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს და ეს სმენა რომ გაგებას გულისხმობს, ჩანს შემდეგ სიტყვებში და რწმენეს მომავლინებელი ჩემი. რწმენას მომავლინებელი, ანუ ისე გავიგე, ისე შემოვიდა, რომ ჩემში ან რწმენა გაჩნდა თუ არა მაგ და თუ რწმენა მაგ გაძლიერდა. რა არის რწმენა? ეს არის რეალური ძალა, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, ჩემში არსებული, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას შევიმეცნო ტრანსცენდენტული ყოფიერება, ანუ სამყაროს მიღმიერი ღმერთი. გესმის, ეს არის როგორი, აი თვალი მეხილება, შინაგანი თვალი მეხილება და ვხედავ ისეთ რამეს, რასაც წესით მე როგორც ქმნილება ვერ უნდა ვხედავდე. აი ეს არის რწმენა. გესმით, და რწმენის ყოველი ახალი ნაბიჯით გაძლიერდა, რწმენა ეს სულ მუდამ უნდა ძლიერდებოდეს, სანამ ხორცში ვართ, ყოველი ახალი ნაბიჯი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ანუ რწმენის მომატება, რწმენის გამრავლება, ეს თვალი უფრო და მეტად ხილული ხდება, ანუ უფრო და მეტად ძლიერი ძალა მენიჭება, სწორედ ღმერთის ხილვისა, მასთან ურთიერთობისა, მასთან კომუნიკაციისა. აი ამას ნიშნავს, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა სწორად და გაგება და გამოძიება აი ამ ნაყოფს იძლევა. და ასეთ ადამიანს აგზელებს მე უფალი. აქ უნდა ცხოვრება საუკუნო. და სხვა ადგილასაც გვეუბნება, გახსოვთ, რა არის მარადიული სიცოცხლე, ვიცნობდეთ ღმერთს. ანუ რწმენა რაც უფრო მიძლიერდება, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს მარადიული სიცოცხლე. რას ნიშნავს მაქვს მარადიული სიცოცხლე? ანუ მაქვს ღმერთი გულში. იმიტომ რომ სხვა სიცოცხლე ხშირად გვითხოვს, მხოლოდ ღმერთია მარადიული სიცოცხლე. აი ცალკე მარადიული სიცოცხლე და ცალკე ღმერთი, ეგეთი რამე არ არსებობს. მაქვს მარადიული სიცოცხლე, ესე იგი ჩემს გულში ღმერთია. და შემდეგ ძალიან საინტერესო სიტყვები და სასჯელსა იგი არა შევიდეს. ნახეთ, ნამდვილი რწმენა რას ნიშნავს? რწმენის აპოგეა. ერთადერთი ეს ვის ადამიანებს შორის მიაღწია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გასაგებია, რომ ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. მაგრამ ეს ნიშნულები რატოა მოცემული? ღვთისმშობელს კი არა, თავად ღმერთს ღვთაებრივ სრულყოფილებაა ჩვენი უმაღლესი ნიშნული. მაგრამ აი სასჯელს არა შევიდეს ნიშნავს, რომ იმდენად ძლიერია ჩემი ღმერთთან კომუნიკაცია, ანუ იმდენად ძლიერია ჩემში რწმენა, როგორც ძალა, უხილავის, ესე იგი, შემეცნებელი, ანუ ღმერთის შემეცნებელი, რომ მე მთლიანად ღმერთის ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას, მისი ნება სრულად მოიცავს ჩემს, ესე იგი, უკეთურნებას და განდევნისმას და ფაქტობრივად სასჯელი, ანუ განსჯა სამსჯავროს აღარ ვექვემდებარები. მერვე დღის მოქალაქე ვარ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის უმაღლესი ნიშნული, რომელიც ადამიანთა შორის მხოლოდ ღვთისმშობელს აქვს მიღწეული, იმიტომ რომ ღვთისმშობელი აღარ წარსდგება საშინელ სამსჯავროზე, რაც ჩვენ ვიცით, რაზეც ცოდნაც გვაქვს, მაგრამ
ეს ნიშნული მოცემულია და თუ ჩვენ ფიქრობთ რომ ხო ჩვენ სად შეგვიძლია ესე, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია რომ საშინელ სამსჯავროზე გავუმართლდეთ, ანუ საშინელი სამსჯავრო აღარ იყოს საშინელი. და თუ სამსჯავრო ხო გაგვიგია საშინელი სამსჯავრო, თუ სამსჯავრო არ იქნება საშინელი, მაშინ ჩვენ სასჯელში აღარ შევალთ. ანუ არ განვისჯებით, არ გავსამართლდებით, ანუ გადავრჩებით წამის ყოფაში, როგორც კი უფალი დაბრუნდება და როგორც კი უფლის წინაშე წარვდგებით. და სასჯელზე არ შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. აი ეს გარდაცვალება სიკვდილისაგან ცხოვრებად, რომელიც ხორცში მყოფი ადამიანში უკვე განიცდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანი აი საზვერებსაც კი აღარ გადის. ფაქტობრივად, როგორც კი ადამიანი გარდაიცვლება, როგორც აი ანთებული ცეცხლი, ნათელი, როგორც მრავალი შემთხვევაში ქონიათ ხილვა წმინდა მამებს ვიღაცის გარდაცვალება და ხედავენ ანგელოზებს როგორ აყავთ ეს ცეცხლოვანი სული პირდაპირ ღმერთისკენ, ხო? აი ეს მდგომარეობა ეძლევა ადამიანს გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. თითოეული ჩვენგანი რამდენჯერ შეინანებს, რამდენჯერ დამწუხდება იმის გამო, რომ გარდაცვალებისთანავე სიცოცხლეში ვერ შევალთ, იმის გამო, რომ აი აქ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ჩვენი უგუნურობის გამო ბევრს რამეს ვაკლებდით. არ გვინდოდა ჩავწვდომილიყავით ბოლომდე იმ საიდუმლოებას, რასაც ღვთის განკაცება და ჩვენი ეკლესიაში მყოფობა ქვია. ამინ გეტყვით თქვენ, მოვალს ჟამი და აწვე არს. ეს სიტყვები მოვალს ჟამი და აწვე არს, ეს ნიშნავს, რომ ის რაც მომავალში უნდა მოხდეს, თითოეულ ჩვენგანთან ის აწყოშის დამდგარია უკვე. ხშირად გვითქვავს, ხო? უფალთან შეხვედრა სამი ტიპის, ეს არის უფლის დიდები დაბრუნება, რომელიც ჯერ არ მომხდარა, ეს არის გარდაცვალება, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა და ეს არის ყოველწამიერად უფალთან შეხვედრის მცდელობა და მეცადინეობა ზიარების დროს, ლოცვის დროს, რომელიც ყოველ წუთს უნდა ხდებოდეს და თუ ხდება ეს ბოლო რაც თქვი, ლოცვის დროს და ზიარების დროს უფალთან შეხვედრა თუ ხდება, მაშინ იცოდეთ, რომ გარდაცვალების დროსაც შევხვდებით ღმერთს და უფლის დიდების დაბრუნების დროსაც მას როგორც როცა ის დიდი მზე გამოჩნდება, ჩვენ როგორც პატარა მზეები მასთან ერთად მას შევხვდებით, ესე იგი მკვდრეთით აღდგარნი. აი ეს არის. ამიტომ ეს მოვალს ჟამი და აწვე არს, ის რაც მოვა, ის აწვე უნდა ხდებოდეს ჩვენში. ამიტომ ამბობს მოვალს, მაგრამ უკვე არის. მოვალს და უკვე არის. გესმის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოდეს ყდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი და რომელთა ისმინენ ცხონდნენ. აქაც ეს არის მომავალში გარდაცვლილი ადამიანი, როცა აღდგება ხორციელად, ამას ეს იგულისხმება, მაგრამ ჩვენც ვიგულისხმებით, რომლებიც ვართ სულიერად ყდარნი, რამე თუ ღმერთთან კომუნიკაცია ვერ გვაქვს ისე როგორც საჭიროა, ვერ ვხედავთ მას და ჩვენ ყდარნიც ვისმენთ და თუ ვისმენთ, იწყება ჩვენი გაცოცხლება, ჩვენი რეანიმაცია. ამასთან დაკავშირებით იგივე დღეს იქნა აღმოკითხული თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში, პირველ ეპისტოლეში, პავლე მოციქული ესეც საოცარ რამეს ამბობს, ეს სიტყვები თქვენ იცით, ვერჯერ წაგიკითხავთ ალბათ, ამაზე გვისაუბრია, გარდაცვალებაზე და უფალთან შეხვედრაზე საუბრობს უпростоრედ, პავლე მოციქული ესე ამბობს, ამას გეტყვით თქვენ სიტყვითა უფლისათა, ეს რას ნიშნავს? ამას გეუბნებით მე უფლის სიტყვით, ანუ ეს გამოცხადებით მეუწყა. ანუ ფაქტობრივად ეს არის იგივე ღვთის სიტყვა, რომელსაც პავლე მოციქული ახმოვანებს. და ესე იგი უფალი რას გეუბნება პავლეს პირით, რომ ჩვენ ცხოველნი, ანუ ცოცხალნია, ხორცში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშთომილი ვიყვნეთ მოსვლას ამას უფლისას, ანუ ვინც იმ დრომდე იცოცხლებს ხორციელად, სანამ უფალი დაბრუნდება, ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, სანამ გარდავიცვლებით, ვერ მივეწიფნეთ. ანუ სანამ გარდავიცვლებით, აი მდგომარეობაში ვიქნებით და თავადი, ანუ გარდაცვალება ესე არ მოხდება, მაგრამ ანტიქრისტეს პერიოდს უნდა მოვესწროთ მაშინ, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას გარდაცვალებაზე უარესი იქნება, ისეთ წნეხს, მორალურს, ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს
განსასწრებს გაივლის ადამიანი, რომ აი როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ადამიანების სიკვდილს ინატრებენ ისეთი ჟამი დადგება. ოღონდ ეს არ იქნება დიდი ხანი, თუმცა არც სიკვდილი არ არის, რამდენიმე წამში კვდება ადამიანი, ხო, ფაქტობრივად. ზოგი ამბობს, რომ აი რა კარგი არ მოვესწრო მეორედ მოსვლას, არ მოვკვდები ფიზიკურად, მაგრამ რო არ მოვკვდები ფიზიკურად, უარესი შეიძლება იყოს ის, რაც იქნება შენ ცხოვრებაში. ასე რომ ღმერთს მივანდოთ საკუთარი თავი, როგორც მას უნდა ესე იყოს. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში პავლე მოციქული ესე ამბობს, რომ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოს თავრისაითა და საყვირითა ღვთისაითა გარდა მოხდეს. ეხლა აი ეს ერთგვარი ანგელოსთა დასი, წმინდანები და ეს საყვირითა ღვთის, ანუ აი გვინვა რაღაცა საღვთო, რაღაცა ხმები, რომელიც აი ამ საყვირი რა არის ღვთის საყვირი, ხო, ვინ იცის ეს, მაგრამ აი რაღაცა დიდებულება, რაღაცა რომელიც წარმოდგენა ჩვენ არა გვაქვს, აი ესე გარდამოდის და სხვა შემთხვევაში წერია როგორც ელვა ისე გამოვწყინდება და ასე შემდეგ. მეორედ მოსვლა იგულისხმება გარდა მოხდეს ზეცით და მკვდარნიგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად, ანუ ის ვინც გარდაცვლილი არიან ქრისტეში, ხდება მათი სულებისა და ხორცის შეერთება და მაშინღა ჩვენ ცხოველი და ხოლო ვინც უკვე ჯერ არ გარდავცვლილ ვართ, ჩვენ წინ ესე იგი მოხდება ის, რომ ის ვინც გარდაცვლილია ის აღდგება, ანუ სული და ხორცი შეერთდება. სამყაროს გარდასახო პეტრე მოციქული ამბობს, რომ სამყარო იცვლება, აქ მარტო ადამიანი კი არ იცვლება, რომ ის ახალ სხეულს იღებს, განახლებულს უფრო სწორედ, არამედ სამყარო იცვლება, მთლიანად სამყარო, მატერია იცვლება, ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც არის, რაღაც გრანდიოზული მოვლენა ხდება საღვთო განგებულებით და ჩვენ ამ დროს ცხოველი ვართ და ამ დროს ხდება ჩვენი გარდასახვა. ჩვენ დავრჩებით ისეთები, როგორიც ვართ, ჩვენი გარდასახვაც ხდება და ჩვენს შევიძენთ იმგვარ სხეულს, როგორი სხეულისაც იძენენ გარდაცვლილნი და მერე მათთანავე და მათთან ერთად, უკვე ერთად, ანუ გარდაცვლილიც და აღდგარის და არ გარდაცვლილიც, მაგრამ გარდასახულიც ერთად აღვიტაცნეთ ღრუბლითა, ღრუბელში ამ შემთხვევაში ეს ღრუბელი კი არ იგულისხმება, ეს არის საღვთო ენერგია, მადლი, შემთხვევათ უფლისა, ჰაერთაზე და ჰაერთაზედაში მართლა ჰაერი კი არ იგულისხმება, არამედ აი ეს ხილული ცა ჰაერთაზედა და ესრეთ მარადის უფლისათანა მარადის, ანუ სულ უფალთან ერთად ვიქნებით. აქ არის მარადიული სიცოცხლის ერთ-ერთი განმარტება, რა არის მარადიული სიცოცხლე? სულ, ანუ მარადის უფალთან ყოფობა. მარადის უფალთან ყოფობა და ამაზე ხშირად ითქვია თქვენთვის წმინდა ნიკოლოზ კავასილას ეს საოცრად ხატრულად დანახული ეგ სურათი, უფალი როგორც დიადი მზერო გარდამოხდება ჩვენს აღდგარნილ ყდრეთით, ვითარცა პატარა მზეები, ასე აღვით ყორცნებით შეიძლება ასე ითქვას, ძალიან დიდი სისწრაფით შესახვედრად ამ დიდი მზისა და წარმოედგინეთ რა იქნება სამყაროში, ხო, უამრავი მილიონობით, მილიარდობით ადამიანი ასე ატყორცნილი ზეცაში, გაბრძვიალებული როგორც პატარა მზეები მდიადი მზის შესახვედრად, რომ მარადის მასთან ერთად იყვნენ. და ეს მარადის უფალთან ყოფობა ღმერთი ხო არავის არ ძალადობს. წარმოედგინეთ თუნდაც რელიგიური ადამიანი, რომელსაც მარადის ღმერთთან ყოფნა არ სურს. და საიდან ვიცით რომ არ სურს? როგორც ცხოვრობდა ქრისტიანულად რა, ვაი ქრისტიანულად თუ ცხოვრობდა და საკუთარი რელიგია რო ქონა გულში და ქრისტესთან ყოფობა არ იცოდა რა იყო და არ ემსგავსებოდა უფალს და არ მეცადინეობდა იმისათვის რომ სულ უფალთან ყოფილიყო და ასე შემდეგ გულის ზეცად გადაქცეოდა, ანუ სახარების მიხედვით რო არ ცხოვრობს ადამიანი, რატო ვფიქრობთ რომ ესეთი ადამიანი აიტყორცნება უფლისკენ? ის ხო ამის თვის მზად არ არის, მას ხო პიროვნული არჩევანი არ გაუკეთებია, ანუ რას იმას პიროვნული არჩევანი არ გაუკეთებია, მას ეს არ სურს. გესმით, ადამიანის სურვილს უზარმაზარი ძალა არასურს. ამიტომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, არა ჩვენი ფანტაზიის შესაბამისად და ჩვენი აზრის შესაბამისად, არამედ გამოცხადების, საღვთონების შესაბამისად. ხო და აი მაშინ თუ ესე იგი ჩვენში ეს მარადის უფალთან ყოფობა არის ჩვენი ბედნიერების წყარო და თუ ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ და იმას ვაკეთებთ, რომ სულ უფალთან ყოფნა ვისწავლოთ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი მდგომარეობა იქნება ეს და როგორც კი ყველა წინააღმდეგობა მოიხსნება სულ უფალთან ყოფობისა, აღტაცებული ვიქნებით საღვთო მადლით და ენერგიით, როგორც პატარა მზეები იმ დიდი მზის, ანუ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახვედრად. და იონე მოციქული კვლავ აგზელებს, რომ რამე თუ ვითარცა იგი მამას აქვს,
ცხოვრება თავისათვის ისათანა, ეგრეცა ძეს ამოსა, რათა აქ უნდეს ცხოვრება თავისათვის ისათანა. რას ნიშნავს ცხოვრება თავისათვის ისათანა? ანუ სიცოცხლის ყოფიერების, სიცოცხლის წყარო ღმერთს გარეთ კი არა, ღმერთი რატომ არის ღმერთი? ყველაფერს რაც კი არსებობს, ყოფიერებით, თქვა ატომსაც კი, ქვასაც კი, აღარ ვლაპარაკობ ბიოლოგიურ სიცოცხლეს და ადამიანს, სიცოცხლის ყოფიერების წყარო აქვს გარედან. ერთადერთი, ვისაც თავის თავში აქვს სიცოცხლის ყოფიერების წყარო და გარედან არ ჭირდება, ეს არის ღმერთი. ამიტომაც არის ის თავისუფალი, უნდა რომ იარსებოს და არსებობს და არავისგან არ საჭიროებს ენერგიას რომ იარსებოს. და აქ ხაზგასმით ეს დოგმატია მამისა და ძის თანაარსობისა. ამბობს რომ როგორც მამა არის ის რომ თავის სიცოცხლის წყარო და ყოფიერების წყარო თავის თავში აქვს, ძეც ისეთია რომ ყოფიერების წყარო თავის თავში აქვს. ანუ ძე არის ღმერთი. და რატომ? ხო ვიცით, ხო ერთი არსება, ერთი ბუნება აქვს, ერთი არსება არის და პიროვნულად არის განსხვავებული, მაგრამ არსება ერთია. ამიტომ ჩვენ როცა ვეზიარებით, ჩვენ ვეზიარებით არა ღმერთის რაღაც ნაწილს, არამედ მთლიანად ღმერთი შემოდის ჩვენი დამტევნელობის შესაბამისად. გესმით, სრულად შემოდის ღმერთი. როგორც ღმერთი სამყაროში სრულად არის, მაგრამ დამტევნელობის შესაბამისად ვიღებთ ჩვენ საღვთო მადლს. და შემოდის სრული ღმერთი, რომელსაც სიცოცხლე საკუთარ თავში აქვს. ის შემოდის ჩვენში, ანუ ჩვენში შემოდის ღვთაებრივი მარადიული სიცოცხლე. და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ როცა მას ისე ვერ გზნობ და ვერ განვიცდით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი, ვერ ვიტევთ მას, იმიტომ რომ შესაბამისად ჩვენი რწმენის შესაბამისად არ ცხოვრობ. და ხელმწიფება მოსამა სასჯელისაცა ყოფათ, რამე თუ ძეკაცი არის. ანუ ჩვენი გასამართლება ხდება უშუალოდ ღმერთის მიერ. რატო არა მამის მიერ არა? რატო სულიწმინდა ღმერთის მიერ არა? ხო ერთი არსებაა, ხო? რატომ ღმერთის მიერ? და იქვე განმარტავს, რამე თუ ძეკაცის არის. ანუ ეს არის ჩვენდამი ღმერთის ლმობიერი სიყვარულის გამოვლინება. ანუ რადგან ქრისტე არის ღმერთთან ერთად ადამიანის და რადგან მან იცის ადამიანის ტკივილი და ტკივილი იცის არა როგორც ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის, არა როგორც მხოლოდ ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის, ისედაც, არამედ ადამიანმაც, ანუ მასაც ტკიოდა. გესმით? ანუ ტკივილ გამცდელის ხედვა, ანუ ერთია რომ მე ვიცი ყველაფერი რაც შენ გაწუხებს, მაგრამ მეორეა რომ შენსავით მეც ვტკიოდა. შენსავით ვტკიოდა საშინლად, გესმით? აი ეს მომენტი, ამიტომ ძეკაცისა რადგან არის, მთელი სრული ხელმწიფება მისცა მას. და ჩვენ ვიცით მისი განაჩენი როგორია, მიუტევე მამაო, რამე თუ არ ეციან რას აკეთებენ. ეს არის ჩვენი იმედი. მაგრამ ხო გესმით რომ ეს არის ჩვენი იმედი, რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენთვის, მაგრამ ამის გაცნობიერების მერე შენ რო არცეთ ნაბიჯს არ ადგავ იმისათვის, რომ ქრისტე გიყვარდეს აბსოლუტურად უანგაროდ, ხო გესმის რომ ეს ნიშნავს, რომ შენ მასთან ყოფნა არ გინდა. ამიტომ ის ანუ ღმერთმა გააკეთა მაქსიმუმი, ამაზე მეტის გაკეთება სრული სისრულე, სრული სრულყოფილება, სისავსე ჩვენი გადარჩენის საქმისა. ვერაფერს ვერ დაამატებ. როგორც ღმერთს ვერაფერს ვერ დაამატებ, ჩვენი გადარჩენის საქმესაც ვერაფერს ვერ დაამატებ. დანარჩენი მხოლოდ ჩვენი საკეთებელია. და ბოლოს ესეთ რამეს ამბობს უფალი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არახელმწიფების მე საქმე თავითვისით არ არა, როცა საუბრობ სასჯელზე, როცა ჩვენ უნდა გავსამართლდეთ და თვითონ უნდა გაგვასამართლოს, ხო? იქვე ამბობს ესეთ რამეს მერე. არახელმწიფების მე საქმე თავითვისით არ არა, არაფერ საქმეს არ ვაკეთებ ჩემით, არამედ ვითარცა მესმის ვჯი, როგორც გავიგებ, როგორც მესმის, ისე უნდა გამსაჯო, იმიტომ რომ სასჯელი ხომ მე მომცა ქრისტე მეუნება. მე მომცა ხო, რადგან ადამიანიც ვარ. ეხლა მე გეუბნები, ხო მე მომცა სასჯელი. ეხლა გეუბნები, რომ ჩემით არაფერს ვაკეთებ და როგორც მესმის, ისე უნდა გამსაჯო და სასჯელი ჩემი მართალია. და რატომ არის მართალი? იმიტომ რომ ნახეთ რა საოცრებაა. იმას კი არ ამბობს, რომ იმიტომ არის ჩემი სასჯელი მართალი, რომ მე ვარ შენი შემოქმედი, სამყაროს შემოქმედი, მამის თანაარსი და სრული ღმერთი. არა. იმიტომ არის მართალი ჩემი სასჯელი, რომ არა ვეძიებ ნებასა ჩემს. არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისას. ეს ცით რა გასაცვიფრებელი რამ არის. ღმერთი, რომელსაც მამასთან საერთო ნება აქვს, გესმით, ის გეუბნება, რომ მხოლოდ იმიტომ არის ჩემი სასჯელი მართალი,
არა ღვთაებრივი ყოვლის შემძლეობის გამო, არამედ მამის ნების აღსრულებელი ვარ. მორჩილება მაქვს ზეციური მამის. და ამით მე მეუბნება, რომ თეოდორე, შენ თუ გინდა გადარჩე, უნდა მორჩილება ისწავლო. საღვთო განგებულების, ანუ თავდაბლობა უნდა ისწავლო. და ამით მე დამემსგავს. გესმით, აი ეს ჩვენი გადარჩენის ოქროს ფორმულაა, შეიძლება ასე ითქვას. ამიტომაც დიახას თუ ჩვენ გვინდა რომ დღევანდელ დღეს ჩვენმა ძვირფასმა ახლობლებმა, რომლებიც წასულები არიან, რომლებიც გვახსენებენ, რომ ჩვენს გარდავიცვლებით, თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ხსოვნა ჩვენი გარდაცვალებისა ღირსეულად ვატაროთ, აი ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ვამბობდით, რასაც ვსაუბრობდით, ეს ყველაფერი ჩვენში უნდა განხორციელდეს. და საღვთო განგებულებისადმი მორჩილება ვისწავლოთ, გვესმოდეს ანი და ჰოე ქრისტიანობის. და ამით ჩვენ თავსაც გადავარჩენთ და ჩვენი ლოცვა, ჩვენი ახლობლების მიმართ იქნება ძალმოსილი, რომ ისინიც უფლის წყალობით ცხონდნენ და ჩვენც მათთან ერთად. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.